საქართველოში 379,947 ბავშვი სოციალურად დაუცველთა სიაშია. აღნიშნულ მონაცემებს სულ ახლახანს 23,322 ბავშვი დაემატა. ანუ იზრდება იმ ბავშვთა რიცხვი წლიდან წლამდე და ყოველდღიურად ოჯახები ვერ ახერხებენ მათი ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას, როგორც არის სრულფასოვანი კვება, წიგნები, სათამაშოები, სხვადასხვა სოციალური აქტივობები. თითქმის 9 მილიონამდე ბავშვია ასეთ მდგომარეობაში ქვეყანაში. აგრეთვე ჩვენ გვყავს 888,500 პენსიონერი, რომელთა შემწეობაც დამეთანხმებიან ჩვენი ძვირფასი პენსიონერები, რომ იმდენად დაბალია, რომ შეუძლებელია საკუთარი პირადი შემოსავლით პენსიონერმა იცხოვროს დიდრულად, შეძლებულად, მისი ცხოვრება გაუმჯობესდეს 20-ლარიანი ნამატით. აქედან გამომდინარე, ვსვამთ შეკითხვას, ნამდვილად უმჯობესდება თუ უარესდება ქვეყანაში სოციალური ვითარება და როგორ აფასებთ ხელისუფლების ამ განცხადებას და ამ მოქმედებას, რომლის თანახმადაც ოჯახებს დახმარებებს უხსნიან და ამბობენ, რომ მათი ცხოვრების დონე უკეთესობისკენ არის.